არ ეძება მოკლე გზები, ეძება სწორი გზა. სანდრო რევაზიშვილი 18 წლის დამწყები ფიზიკოსია, რომლისთვისაც მეცნიერების გზა ბევრად უფრო ღრმა და საფუძვლიანია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს. როგორც თავად ამბობს, მეცნიერებისადმი სიყვარული ბავშვობიდან იგრძნო და მისი მთავარი მოტივატორი ბაბუაა, ადამიანი, რომელიც ცოდნის მნიშვნელობას ყოველდღიური მაგალითებით ესწავლიდა. პირველად, როდესაც დავინტერესდი ფიზიკით, იყო მაშინ, როდესაც დაავადების დღეზე მაჩუქეს ენციკლოპედია კოსმოსთან დაკავშირებით. ამ ენციკლოპედიაში ძალიან ბევრი უცნაური დანადგარები იყო, სატელიტები, რასაც ქვია და ამ უცნაურმა დანადგარებმა ჩემი ყურადღება მიიპყრო. ძალიან დავინტერესდი, შეპყრობილი გავხდი და როდესაც მოვიზია ჩემი ინფორმაცია, წავიკითხე ბევრი რამე, მეც დავინტერესდი მერე და შემდეგ უკვე ფაქტია, სადაც ვარ უკვე ჩანს, პროფესია დავირჩი. ეს გზა რომ ამერჩია, ყველაზე დიდი ინსპირაცია ჩემთვის იყო ბაბუა ჩემი. ბაბუა ჩემი არის პროფესიით ელექტროინჟინერი და როდესაც თავის საქმეს ასრულებდა ხოლმე სამსახურში იქნებოდა თუ სახლში, ყოველთვის ძალიან დიდი ყურადღებით ვუყურებდი, უსმენდი. ბევრ კითხვებს ვაძლევდი, იმიტომ რომ მე თვითონ ძალიან ცნობის მოყარე ბავშვი ვიყავი და არ ვაკლებდი კითხვებს. როცა მათემატიკაში, ფიზიკაში დავალება მქონდა ხოლმე დასაწერი, სულ ბაბუა მეხმარებოდა და ამან ერთგვარი ნაბერწკალი გააღვივა ჩემში. ფიზიკოსი ნიშნავს იყო ცნობის მოყარეობით შეპყრობილი ადამიანი. ფიზიკოსი არის ადამიანი ის, ვისაც არ ეშინია კითხვების დასმის და ყოველთვის ეძებს ამ კითხვებზე პასუხს. ყოველდღე არის გამოწვევებით სავსე, მაგრამ ამ გამოწვევებთან ერთად ძალიან სახალისოც არის, იმიტომ რომ ყოველდღე გვაქვს პირდაპირ პრაქტიკული შეხება ლაბორატორიულ სამუშაოებთან. ამ ლაბორატორიულ სამუშაოებში პირდაპირ ურთიერთობა მაქვს ჩემს ჯგუფელებთან და ლექტორებთან ერთად. ამიტომ ეს თანამშრომლობა, იდეების გაცვლა, ყველაფერი ძალიან სახალისოს ხდის ჩემთვის ყოველდღიურ უნივერსიტეტის რაღაც რუტინულ ცხოვრებას. თეორიული ცოდნა არ არის ყოველთვის საკმარისი, რომ რაღაც კონკრეტული კონცეფცია გაიაზრო ბოლომდე. თეორიულ ცოდნასთან ერთად საჭიროა, რომ ამ თეორიული ცოდნის იმპლემენტაცია მოხდეს რაღაცა კონკრეტულ პრაქტიკულ სამუშაოში. როგორც გვეყვება, ხშირად ვქონია კითხვის ნიშნები, ეჭვით შეპარვია თავის არჩევანში, თუმცა თავისი მიზნების გახსენების შემდეგ ჩვეული მოტივაციით უბრუნდება საქმეს. ყველაზე დიდი მიზანი ამ შემთხვევაში არის ის, რომ ძალიან მინდა, რომ ჩემი მოღვაწეობა გავაგრძელო შვეიცარიაში CERN-ის ლაბორატორიაში, სადაც კოლაიდერზე ხდება მუშაობა და დაკვირვება ხდება ელემენტარულ ნაწილაკებზე. საქართველოში მეცნიერებით დაინტერესებული ახალგაზრდების რიცხვი კვლავ მცირეა. საინტერესო არას ფიქრობს ამასთან დაკავშირებით სანდრო და მისი მენტორი ბატონი ვახტანგ გოგიჩაიშვილი. ინტერესის სიმწირე ამ სფეროსთან დაკავშირებით ჩვენს ქვეყანაში ძალიან რეალური და აქტუალური გახდა ამ ბოლო პერიოდში. რაც ძალიან ცუდია ჩემი აზრით, იმიტომ რომ რაც შეეხება ფიზიკას, ერთ-ერთი მეცნიერება, რომელიც არის მომავლის, ხო, როგორც არის ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკაც ასევე ძალიან რთული და აბსტრაქტულია და დიდი ალბათობით ეს ინტერესის ნაკლებობაც ამიტომ არის აქედან გამომდინარეა სტუდენტების მხრიდან. უმეტესობა ახალგაზრდების უმეტესობას ერიდებათ, შეშინიათ თვითონ ფიზიკის საგნის სირთულის გამო, მაგრამ არ არის განსაკუთრებული სირთულე ფიზიკის შესწავლაში, თუ კი აქვს ინტერესი ახალგაზრდებს. მაგრამ სამაგიეროდ მთელი უახლეს ტექნოლოგიურ მიმართულებებს, რომელიც შეიქმნა და გაჩნდა მსოფლიოში, ფიზიკის გარეშე ვერავინ ვერ ეზიარება და თუ ვინმე სურს, რომ უახლეს ტექნოლოგიურ კვლევებში მიიღოს მონაწილეობა, მომავალში არა მხოლოდ ფიზიკურში, არამედ ნებისმიერ კვლევებში, საბუნებისმეტყველების კვლევების მიმართულებით, ახლა უნდა ფიზიკის გარეშე ამას ვერ შეძლებს. ახალგაზრდების მხრიდან თავის არიდების მთავარ მიზეზად სირთულეს ახალდება, ხოლო გამოსავლის გზად ინტერესი, რჩევა, დასვი ბევრი შეკითხვა და რაც მთავარია. არ ეძება მოკლე გზები, ეძება სწორი გზა.